წვიმაც უყვარს, წყალი რო იყოს ბევრი, აუცილებელია და ესენი ახლა რეებიც გამოვპატარებ უკვე ვეღარ ასრევს, ეს უკვე პატარა ბანანია ესენი, აღარ ასრევს. იმ იმედით, რომ ბანანის ეს მცირე ზომის ნაყოფი მალე დამწიფდება 16 წლის თორნიკე მზის ამოსულამდე საგულდაგულოდ უვლის. მცენარეს წყალი არ უნდა მოაკლოს და ხმელი ნაწილებისგანაც უნდა გაათავისუფლოს. ასია ყოველ დღე. მაინტერესებდა მე ხობსაც რო ედგა ლამაზად ყამოსული და მაინტერესებდა დაისხავდა თუ არა ჩვენ პირობებში. მოვიტანე დავრგე ერთი ძირი და მე იმ ერთ წელში ამოვიტანა სხვა ბევრი ძირები ძალიან. იმ ძირებს ვაჭირდი თვასუფთავებდით ხოლმე. ახლა უკვე მეხუთე წელია და უკვე ამხელა ამოსული. უკვე მეორე ყვავილიც გამოვიტანა და მე მგონი წელს მოასრებს. არადა თავის დროზე გურჯაანში გეთიაშვილების ეზოში დეკორატიული მიზნით დარგული მცენარე ნაყოფს თუ გამოისხავდა, ჯერ კიდევ 5 წლის წინ ოჯახის ვერცერთი წევრი წარმოიდგენდა. მათ შორის ყველაზე უფროსი ქალბატონი ამბობს, რომ ძმების თორნიკესა და ბექას ნამდვილი გულშემატკივარია და მათთან ერთად პირველ მოსავალს მოუთმენლად ელოდება. წინა წლებისგან განსხვავებით, როცა სიცივე უსწრებდა და მცენარე ნაყოფს ვერ ინარჩუნებდა, წელს ის ყოველდღიურად იზრდება. მეოთხე წელში როცა იყო, ბავშვმა დეკემბერში გადაჭრა და იმ დეკემბერში რომ გადაჭრა, ყინვა მოუსრო და შეფუთა. იმ შეფუთის დროს დანახა ეს ნაყოფები. შიგა. ხო და მეხუთე წელს მაგალითად ამოიტანა ერთ დიდ ყლორტზე ეს ნაყოფი და გვაინტერესა. ხო და ასხია და შერჩება თუ არა ეს ნაყოფი ამას ვერ გეტყვით. ასუფთავებს ბავშვი ასუფთავებს, რამდენჯერ გაუბრაზი კიდეც ძალიან აწვალობდა ამ წლებში, უხაროდა რომ ეს ნაყოფი ყოველწლიურად ეს იზრდებოდა და გაუხარდა წელს და ამუშავებს ეს ქერქებს აცლის ეს უხერო ფოთლები რამე და ეს უფრო გამპარტავნა და გაიზარდა თითი. გეთიაშვილების ოჯახში ბანანის უკვე 22 ძირია, საიდანაც ჯერჯერობით 80-მდე ნაყოფსელიან. ჩვენი იქ ყოფნის დროს კი ახალი ნაყოფებიც აღმოაჩინეს. ბანანის პირველ მოსავალს გურჯაანში მათ მსგავსად სხვებიც ელოდებიან. ამჟამად თითოეულის სიგრძე 5 სანტიმეტრია. 5 წელია რაც ეს ბანანის ხეები დგას ჩემ ეზოში, არასდროს არ ქონია ნაყოფი, თუმცა რაღაცა გვიან შემოდგომით ვამჩნევდით ხოლმე რომ ყვავილი ამოქონდა. წელს გაზაფხულზე ვნახეთ რომ უკვე ბანანმა ნაყოფი გამოიღო, თუმცა არის პატარა ფორმის და ვფიქრობთ რომ რაღაცა იქნებ შუალედამდე მივიდეს. ანუ შეიძლება არ მომწიფდეს, მაგრამ კარგად დიდები გაიზარდოს. ხშირია შემთხვევები, როცა ჩვენთან სოფელში აქვთ ეს ხეები და ყველა ფიქრობს, რომ რაღაცა წელს პირველად გამოიღო ნაყოფი და დაიწყო ამ ბანანმა ზრდა. მიზეზი ხალხში არის ასეთი აზრი, რომ არის გლობალური დათბობის ბრალი. ეხლა უკვე დავინახე რომ ნაყოფი გამოიღო და რაღაც და დავინტერესდი უფრო და იმედია რომ მოასრევს ეს და წელს თუ მოასრო კიდევ უფრო მე გავამრავლებთ იქითაც. და გაყინოსაც ვეღარაფერს ვეღარ უზავს. სპეციალისტები ამ უჩვეულო მოვლენას ტემპერატურის განსაკუთრებული მომატებით ხსნიან. თუმცა აგრონომი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, სოფლის მეურნეობის დარგში ვალერი გორგიშელი დაბეჯითებით გვარწმუნებს. იმის გამო, რომ საქართველოში აქტიური მზის ენერგიის ჯამი საჭირო კონდიციამდე 9-დან 10.000-მდე ვერასოდეს მიაღწევს მცენარე მოსავალს ვერ მოგცემს. პიკი კი აგვისტოს თვეში იქნება და ზრდას სავარაუდოდ მხოლოდ 6 სანტიმეტრამდე თუ შეძლებს. ის რომ საქართველოში ბანანი მოიწევა არის არარეალური გარდა იმ შემთხვევისა თუ ეს იქნება სასათბურო პირობები. ხოლო მხოლოდ სასათბურო პირობები გვაძლევს საშუალებას მოიწევოთ ბანანი, მაგრამ თვითღირებულება იმდენად დაიწევს, რომ უკვე აღარ აღირს იქ იწარმოოს ბანანი. ხოლო ის ფაქტი, რომ ბანანმა გამოიბა ნაყოფი, ეს მანამდეც იყო დაფიქსირებული საქართველოში და ეს არ არის რაღაც გასაკვირი. ეს პირველად მოიბო, იმიტომ რომ მიაღწია იმ ასაკს, როდესაც შეიძლება მან გამოიბას ნაყოფი უკვე. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას ნაყოფის გამო, რომ ის აუცილებლად შემოვა და მოიწევა და გაიზრდება ზრდას და ასრულებს. ასეთი უიმედო პროგნოზის მიუხედავად ექსპერიმენტის მოყვარული მომავალი ფერმერები პირველ მოსავალს შემოდგომისთვის მაინც ელიან.